ადამიანის ცხოვრებაში დგება გადამწყვეტი წუთები, როდესაც მისი ქმედება ისტორიის ნაწილად იქცევა. არავინ იცის, რას გრძნობდა მაშინ გიორგი სააკაძე, როდესაც მარტყოფის ბრძოლის წინ შაჰ-აბასის ღალატი და სამშობლოს დაცვა გადაწყვიტა. ან რას ფიქრობდა, როცა საკუთარი შვილი პაატა გარდაუვალი წამებისთვის სამშობლოს სანაცვლოდ გასწირა. ირანის შაჰის კარზე მძევლად როცა ტოვებდა, უკვე იცოდა მის შვილს რაც მოელოდა. არც ის იცის, არავინ რას გრძნობდა თვითონ პაატა, როდესაც შეატყობინეს, რომ ირანში ლეგენდებით მოსილმა გიორგი სააკაძემ სპარსელებს უღალატა და ქართულ ჯარს მიემხრო. თავის მოსაკვეთად რომ გაიყვანეს, ალბათ წამით გულში მაინც იამაყებდა მამის ამ საქციელს, ან იქნებ უსაყვედურა კიდეც. ვინ იცის, რას ფიქრობდნენ ამ ისტორიის გმირები, რომელთა სიცოცხლესაც ზვარაკად ითხოვდა მათივე საფიცარი სამშობლო. არც ერთ ქართველ მოღვაწეს არ გებია წილად იმდენი ურთიერთგამომრიცხავი შეფასება, ქება თუ გაკიცხვა რამდენიც გიორგი სააკაძეს. მართლაც ძნელია მისი ცხოვრების ერთმნიშვნელოვნად შეფასება. ამის შესაძლებლობას არც ხაზგასმით ტენდენციური წყაროები იძლევა და არც სააკაძის ცხოვრების ქრონიკა. გიორგი სააკაძე სამეფო აზნაურთა საგვარეულოს ეკუთვნოდა, რომელსაც მკვიდრი მამულები ატენისა და თეძმის ხეობებში ჰქონდა. გიორგის მამა სიაუშ სააკაძეს სვიმონპირველის კარზე ჯერ მოლარის თანამდებობა ეკავა, შემდეგ თბილისის მოურავი გახდა. გიორგი სააკაძე ჯერ გიორგი მეათის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ლუარსაბ მეორის კარზე დაწინაურდა. 1608 წლიდან იგი თბილისის მოურავი ჩანს. ეს თანამდებობა მას სამეფო დარბაზის წევრობის უფლებას აძლევდა, სადაც ენერგიულმა და ნიჭიერმა სააკაძემ ახალგაზრდა მეფის დიდი ნდობა მოიპოვა და მისი უახლოესი მრჩეველი გახდა. 1609 წელს ტაშისკართან სააკაძის სარდლობით ოსმალთა ჯარზე მოპოვებულმა ბრწყინვალე გამარჯვებამ კიდევ უფრო გაზარდა მისი ავტორიტეტი. ამ ბრძოლამ გამოავლინა სააკაძის სამხედრო ნიჭიერება, მისი გაბედული გეგმები, მტრისათვის მოულოდნელი ტაქტიკური სვლები, სწრაფი მანევრირების უნარი შემდგომში არაერთ გზის გამოუყენებია და მისი არაერთი გამარჯვების საწინდარი გამხდარა. მეფესთან სიახლოვე სააკაძემ ქართლში ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცებისათვის და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისათვის გამოიყენა. თავისი ირგვლივ დარაზმა აზნაურთა ფენა, რომელიც მოკლე ხანში კარგად ორგანიზებულ სამხედრო ძალად იქცა. გარდა აზნაურებისა, სააკაძეს გვერდით ედგა ნაწილი ქართლის დიდი თავადებისა, ნუგზარ არაგვის ერისთავი, თეიმურაზ მუხრან ბატონი, იესექსნის ერისთავი, ზაზა ციციშვილი, ბააკა ხერხეულიძე. ამ ძალის არსებობა, როგორც სააკაძის ბიოგრაფი იოსებ თბილელი იუწყება, თავადთა სხვა უფრო დიდი ნაწილის, ციციშვილები, ბარათაშვილები, ჯავახიშვილები შეშფოთებას იწვევდა. 1611 წელს ლუარსაბ მეფემ იქორწინა სააკაძის დაზე. ამ ქორწინებამ კიდევ უფრო გააძლიერა მისი მდგომარეობა, მაგრამ ასევე გააძლიერა მის მოშურნეთა რიგები. ქართლის ძირძველი არისტოკრატიული ოჯახისათვის აზნაურის ესოდენ აღზევება უკიდურესად შეურაცხმყოფელი იყო. მათთვის სააკაძე მხოლოდ ავანტიურისტი იყო, რომელმაც გადააბიჯა ყოველგვარ დადგენილ ზღვარს და მიიტაცა მათი მემკვიდრეობითი უფლებები. ამიტომ თავადებმა განიზრახეს მისი გზიდან ჩამოშორება. მათ მეფე დაარწმუნეს, რომ სააკაძეს მისი მოკვლა ჰქონდა განზრახული და დედოფალთან სასწრაფოდ განშორება მოსთხოვეს. დიდი ჭოჭმანის შემდეგ ლუარსაბი დათანხმდა. 1612 წლის 12 მაისს თავადებმა სააკაძე ნადირობის საბაბით მეფის საზაფხულო სადგომში დაიბარეს, სადაც მისთვის სასიკვდილო განაჩენი უნდა აღესრულებინათ. სააკაძემ შეიტყო შეთქმულების ამბავი და ოჯახთან ერთად ირანში გადაიხვეწა. კახეთში შაჰ-აბასის 4 გზის შემოსევის დროს სააკაძე ირანში იმყოფებოდა. ამ დროს ლუარსაბ მეფე პატიმრობაში იყო, ქართლში მმართველობა სრულიად მოშლილი.
ბაგრატ ხანს, რომელსაც შაჰისგან ქართლის საქმეები ჰქონდა ჩაბარებული, სინამდვილეში არავინ ემორჩილებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ შაჰმა ბაგრატის ძეს, მცირეწლოვან სიმონ ხანს ჩააბარა ქართლის მართვა-გამგეობა. მრჩევლად კი გიორგი სააკაძე დაუყენა. ამ თანამდებობის ბოძებით შაჰმა გიორგი სააკაძისადმი სრული ნდობა გამოხატა და ნებადართო მას ქართლში ხანგრძლივი დროით დარჩენილიყო. ამ პერიოდიდან იწყება სააკაძის ფარული სამზადისი ანტი-ირანული აჯანყებისათვის. გიორგი სააკაძეს, რომლის ხელში უკვე დიდი ძალაუფლება აღმოჩნდა თავმოყრილი, სრულებით არ უცდია შურისძიება თავის დაუზინებელ მტრებზე. პირიქით, ყოველღონეს ხმარობდა მათ შემოსარიგებლად. ამავე დროს აფართოვებდა მომხრეთა წრეს, რადგან ფარულად ქართლში აჯანყებას ამზადებდა. ამასობაში შაჰს კახეთიდან უსიამოვნო ამბები მისდიოდა, კახელები თითქოს აჯანყებას აპირებდნენ. შაჰ-აბასმა კახეთისა და ქართლის საკითხის საბოლოო მოგვარება გადაწყვიტა. ბრძანება იყო ყაენისა, რომ კახი კაცი გაეწყვიტათ და კახეთში ყიზილბაში დაესახლათ. ასე წერდა მოგვიანებით როსტომ მეფე. 1624 წლის ბოლოს შაჰმა სააკაძე და მისი სიძე ზურა ბერისთავი ირანში გაიწვია და მოკლე ხანში ქართლ-კახეთის საბოლოო დასაშოშმინებლად უკან გამოუშვა ყარჩიხა ხანის არმიასთან ერთად. მაგრამ შაჰი ბოლომდე მაინც არ ენდობოდა სააკაძეს, ამიტომ მისი ვაჟი პაატა და ზურა ბერისთავის მეუღლე მძევლებად დაიტოვა. ყარჩიხა ხანს საიდუმლოდ სააკაძის მოკლაც ჰქონდა დავალებული. არც სააკაძე ყოფილა უქმად. მას წინასწარ ჰქონდა მომზადებული აჯანყების გეგმა და დავალებები გადანაწილებული ქართველი სარდლებისათვის. 1625 წლის 25 მარტს მარტყოფის ველზე დაბანაკებულ მტრის ჯარს მოულოდნელად ქართველები დაესხნენ თავს. ყარჩიხა ხანმა სასწრაფოდ გამართა თათბირი, რომელზედაც სააკაძეც მიიწვია. სააკაძემ და მისმა მხლებლებმა מחვილები იშიშვლეს და ყიზილბაშთან მთელი მხედრობა კარავშივი ამოხოცეს. სარდლების გარეშე დარჩენილი ჯარი აირია და უწესრიგოდ დაიწყო უკან დახევა. ქართველები დაედევნენ და დიდი ზარალი მიაყენეს. შემდეგ სააკაძემ ალყაში მოიმწყდია თბილისი, გადავიდა კახეთში, აქ ჩამოსახლებული თურქმანთა ტომები გაჟლიტა და განჯა ყარაბაღიც დალაშქრა. რამდენიმე დღეში ქართველებმა კახეთიდან და ქართლიდან მტერი სულ გარეკეს, მხოლოდ თბილისის ციხე რჩებოდა ირანელთა ხელში. განრისხებულმა შაჰ-აბასმა უპირველეს ყოვლისა სააკაძის ვაჟი პაატა მოკლა და მამას მისი თავი გაუგზავნა. უბედურმა მამამ მოგვიანებით თბილისელ ვაჭრებს მოაძებნინა პაატას საფლავი და მისი სხეული საქართველოში ჩამოასვენებინა. პაატა ერთაწმინდაში სააკაძეთა საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ირანისა და ოსმალეთის სამხედრო სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური ინტერესები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე გადიოდა. მათი ასწლოვანი საომარი დაპირისპირებაც აქ ხდებოდა და სწრაფად ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობდა. ეს ქართველებს ავალდებულებდა პოლიტიკური და სამხედრო პროცესების შუაგულში ყოფნას, რათა მოსალოდნელი შედეგები წინასწარ დაენახათ და შესაბამისად შეეცვალათ ორიენტაცია. სააკაძემაც რა კი ირანს უღალატა, სხვაგან უნდა ეძია დახმარება და ეს სხვაგან კი ოსმალეთი იყო. გიორგი სააკაძემ, შორს მჭვრეტელმა პოლიტიკოსმა და გამჭრიახმა მთავარსარდალმა კარგად იცოდა, რომ შაჰ-აბასი არ დაახანებდა და მარტყოფთან მარცხის პასუხად უფრო დიდ ომს დაიწყებდა. ამიტომაც ყარჩიხა ხანზე გამარჯვებისთანავე სააკაძემ აღმოსავლეთ ანატოლიაში მყოფ დიდ ვეზირს, ჰაფიზ ფაშას ელჩები გაუგზავნა. მოურავი ვეზირს ურჩევდა ესარგებლა შექმნილი ვითარებით და სთავაზობდა ქართლ-კახეთიდან და შირვან-შექიდან ყიზილბაშების განდევნის კონკრეტულ გეგმას და მასში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ ოსმალეთმა იმხანად ირანთან აქტიური სამხედრო ოპერაციებისგან თავი შეიკავა. სააკაძის მოლოდინი გამართლდა. მრისხანე შაჰ-აბასმა ახალ ძალებს მოუყარა თავი და ისახან ყორჩიბაშის მეთაურობით საქართველოში გამოგზავნა. ქართველები ბრძოლისათვის საგანგებოდ ემზადებოდნენ.
გაიმართა სამხედრო თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ქართლისა და კახეთის სარდლები და სამღვდელო პირები. თათბირზე კვლავ იჩინა თავი წოდებრივმა ამ პარტავნობამ. კრება მოარყო სააკაძის სამხედრო გეგმა, რომლის თანახმად მტერი კოჯორ ტაბახმელას ვიწრობებში უნდა შეეტყუებინათ. გადაწყდა ბრძოლა გაიმართათ მარაბდის გაშლილ ველზე. ქართული ჯარის მთავარსარდლობა თეიმურაზ მეფემ აიღო თავის თავზე. მარაბდის ბრძოლა 1625 წლის 1 ივლისს გაიმართა. ეს იყო თავგანწირული, გმირული ბრძოლა, რომელიც ქართველთა დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. დღის ბოლოს გამარჯვებაში დარწმუნებული ქართველთა ლაშქრის სიმწყობრე დაირღვა. ამასობაში ირანელებს აზერბაიჯანის ბეგლარბეგის დამხმარე დიდი ჯარი შემოუერთდა, რამაც საბოლოოდ ქართველთა დამარცხება განაპირობა. მარაბდის ველზე სახელოვანი ქართველი ვაჟკაცები და მათთან ერთად მებრძოლის სასულიერო პირები დაწვნენ. ქართველები მარცხს არ შეეგუებიან. სააკაძის ხელმძღვანელობით პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდნენ და პატარ-პატარა რაზმებით მოულოდნელ თავდასხმებს აწყობდნენ მტერზე. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შედეგად სააკაძემ ქსნის ხეობიდან თბილისისაკენ მომავალი 12,000-იანი ჯარი გაწყვიტა. ამ ბრძოლებმა საბოლოოდ ააღებინა შაჰ-აბას ხელი ქართველი ხალხის აყრისა და გადასახლების თაობაზე. მაგრამ ქართლ-კახეთი ისევ ირანელთა ბატონობის ქვეშ რჩებოდა. ქართლის თავადები ისევ სვიმონ ხანს მიუვიდნენ. სააკაძე კი კვლავ მარტო აღმოჩნდა ამ დიდ ბრძოლაში. იგი ქართლიდან სამცხეში გადავიდა, სადაც სათავეში ჩაუდგა ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლას. აქედან მან კვლავ გაგზავნა ელჩი ოსმალეთის სულთანთან და ირანელთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. სულთანმა მურად მეოთხემ მოურავს წყალობის სიგელი გამოუგზავნა, რომლითაც აღმოსავლური შესხმა-შექების შემდეგ ატყობინებდა, რომ მან ბრძანებულებები დაგზავნა, რათა სააკაძის ხელმძღვანელობით საბრძოლველად გამოსულიყვნენ ბათუმისა და ჩილდირის ბეგლარბეგები და სანჯაყბეგები, ტრაპიზონისა და ერზრუმის ზიამები და თიმაროიტები და დაღესტნიდან მთავრები, ხოლო სტამბოლიდან იანიჩარები, რომლებიც ვითომც და გემებით ჩამოვიდოდნენ ტრაპიზონში, საიდანაც ხმელეთით შეუერთდებოდნენ თავარსარდლად დანიშნულ მოურავს. ყველაფერი ეს ლიტონ დაპირებად დარჩა. ამის შემდეგ სააკაძე დასავლეთ საქართველოში გადავიდა. აქ ჯერ გიორგი იმერთა მეფე, შემდეგ ლევან დადიანს ეწვია. მართალია მათგან მხარდაჭერის პირობა მიიღო, მაგრამ ოსმალთა ხელქვეით მყოფ მეფე-მთავრებს საქართველოს გათავისუფლებისთვის დიდ ეროვნულ ბრძოლაში ჩაბმის რეალური შესაძლებლობა არ ჰქონდათ. 1626 წლიდან სააკაძე კვლავ ქართლშია თეიმურაზთან ერთად და ქართლ-კახეთის ციხეებიდან ყიზილბაშებს ერეკება. შემდეგ დაღესტნელთა რიგი დადგა. სასტიკად დაამარცხა მათი მოთარეშე რაზმები და კახეთის საზღვრები გაამაგრა. სააკაძის თავდაუზოგავი და კარგად ორგანიზებული ბრძოლის შედეგად ქართლ-კახეთი თეიმურაზ მეფის მეთაურობით დროებით აერთიანებდა საქართველოს. მხოლოდ თბილისი რჩებოდა მტრის ხელში. საქართველოს გასაერთიანებლად უზომოდ დამაშვრალ სარდალს იქნებ მიეღწია კიდეც მიზნისათვის, რომ არა ირანისგან ზურგგამაგრებული მოშურნე თავადების დამღუპველი დაპირისპირება. ამ დაპირისპირების სათავეში თეიმურაზ მეფე იდგა. 1626 წელს ბაზალეთთან გამართულ ძმათა შორის ომში გიორგი სააკაძე დამარცხდა და იძულებული გახდა ახლობლები თურთ ჯერ ახალციხეში გადასულიყო, შემდეგ კი ოსმალეთში, სადაც დიდი სიხარულითა და იმედით შეხვდნენ. ერზერუმში მოურავი 1627 წლის 15 ოქტომბერს ჩავიდა. ყიზილბაშებთან მისი წარმატებული ბრძოლები მაღალი პორტის წინაშე დამსახურებად შეფასდა. სტამბოლში მიიწვიეს, მაჰმადის სჯული მიაღებინეს, წინადაცვეთის ცერემონიალი ზღაპრული ზეიმით გადაიხადეს. სახელად მეჰმედი დაარქვეს, მაგრამ მაინც მოურავ ხანად იხსენიებდნენ. გამაჰმადიანება მის ქართველობას არ ასაკლებდა. ისქანდერ მუნშის მიხედვით
იგი ირანში 1614 წელს გამაჰმადიანდა. ირანშიც მუსლიმად აცხადებდა თავსო. სულთნის კარზე კაფუჩი ბაშიდ დანიშნეს. თან ყარამანიის, ანუ ყონიის ბეგლარ ბეგობა უბოძეს. მოურავ ხანის ასეთმა აღზევებამ ბევრს შური აღუძრა. ოსმალური ისტორიული წყაროების მიხედვით, ყონიაში მოურავის თანმხლები პირები 40-50 კაცი ცუდად იქცეოდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას ძარცვავდნენ, დიდგვარ ომნებსაც კი აბუჩად იგდებდნენ, რითაც მოურავს სახელს უტეხდნენ. არც მოურავი გამოირჩეოდა სუნიტი მაჰმადიანების ზნე-ჩვეულებებისა და ოსმალური კანონების ცოდნით. ამათი თავაშვებულობით შეწუხებულ მოსახლეობას მიუმართავს ხუსრევ ფაშასთვის, რომელიც ბაღდადის ასაღებად გამზადებული ყარამანიაში იდგა. ხოსროვ ფაშასაგან სასჯელის მიღების საშიშროების გამო მოურავი თანხმლები პირები თურთ იქაურობას განერიდა. საქართველოსკენ იბრუნა პირი, მაგრამ გზების არცოდნის გამო შორს ვერ წავიდა. თავის მხრივ დიდვეზირმა გაქცევა მოურავის ღალატად მიიჩნია და საქართველოში დაბრუნების მცდელობა აღიარა. მისი ბრძანებით მოურავი უფროსი ვაჟითა და თანხმლები აზნაურებით მალათიაში დაიჭირეს და 1629 წლის 3 ოქტომბერს ალეპოში მიიყვანეს. დიდვეზირის კარვის წინ პირველად ყვითელ ხალად გადაცმული, ხელებზე ბორკილებ დადებული თეთრწვერა მოურავი დასვეს. შემდეგ კი მისი შვილი და 40-50 მხლებელი. ყველას თავი მოკვეთეს. ალი აბდულ შაჰნავაზიანის მოგონებების მიხედვით, გიორგი სააკაძეს თავის მოკვეთის წინ ისე ხმამაღლა და უღრიალია დიდება საქართველოსო, რომ ალეპოს კედლები შეზანზარებულა. ალი აბდულზე ამას ისეთი დიდი გავლენა მოუხდენია, ახალგაზრდა სულთნისთვის მურად მეოთხისთვის წერილი გაუგზავნია, ქართველებს დიდი კაცი მოუკალით, ალეპოს კედლებს აზანზარებდა ყვირილითო. სულთანიც, რომელიც დიდად აფასებდა ალეპოს ყადს, შეშფოთებულა და უფიქრია, ვაიდა მართალი კაცის სისხლი არ მაპატიოს ალაჰმაო, ხუსრევ ფაშას ჯერ ვეზირობა ჩამოართვა, მოგვიანებით კი სიკვდილითაც დასაჯა. ეს 1621 წელს მოხდა. დაგვიწერეთ კომენტარებში, გიორგი სააკაძის ეს თავგანწირვა იყო თუ არა სამშობლოს დაცვისთვის გამოწვეული და რამდენად სწორად არის შეფასებული მისი ღვაწლი. გამოიწერეთ კარდოს YouTube და Facebook გვერდები, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.